არსებობს ორი ძირითადი აორთქლების სტილი. ეს არის MTL და DTL. MTL-ს ასევე ეძახიან სიგარეტის ნაპასს, DTL-ს ასევე ეძახიან კალიანის ნაპასს. სიგარეტის ნაპასი, ანუ ორთქლის ჩასუნთქვა ჯერ პირის ღრუში, შემდეგ ფილტვებში. კალიანის ნაპასი იგივე DTL და იგივე თავისუფალი ნაპასი. ორთქლის ჩასუნთქვა პირდაპირ ფილტვებში. ანუ MTL-ს ჩვენ მოვიხმართ ისე როგორც სიგარეტს, ხოლო DTL-ს მოვიხმართ ისე როგორც სუნთქავთ ჩვეულებრივად. დამწყები ვეიპერისთვის რეკომენდირებულია MTL ნაპასი. ანუ ორთქლი ჩადის ჯერ პირის ღრუში, შემდეგ ფილტვებში და ეს ორთქლი არ არის დიდი რაოდენობით. რაც შეეხება თავისუფალ ნაპასს, ანუ DTL სტილს. აქ უკვე პაკიდან გამოდის დიდი რაოდენობით ორთქლი და ეს დიდი რაოდენობით ორთქლი ჩვენ უნდა ჩავისუნთქოთ ფილტვებში. ამ შემთხვევაში თუ ვეიპერი დამწყებია, აუცილებლად გამოიწვევს დახრჩობის შეგრძნებას და ხველას. შესაბამისად, ვეიპინგის დაწყება DTL სტილით არ არის რეკომენდირებული. ამან შესაძლებელია თქვენ გათქმევინოთ უარი საერთოდ ვეიპინგს. იმიტომ რომ ადამიანი თუ იხრჩობა, რათ უნდა მაშინ ხო ესეთი ვეიპინგი საერთოდ. დროთა განმავლობაში ფილტვებში შეეჩვევა დიდი რაოდენობით ჰაერის ჩასუნთქვას ფილტვებში. ამის შემდეგ უკვე თავისუფლად შევძლებთ DTL სტილით აორთქლებას, თუ ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება. რადგან ძალიან ბევრი ვეიპერია, რომელიც მხოლოდ MTL სტილით არის ვეიპინგში წარმოდგენილი. არ ჭირდება იმას DTL. მე ძირითადად MTL-ს მოვიხმარ და იშვიათად DTL-ს, თუმცა ყოველდღიურად.